ახლა იწყება დოდონას ვიდეოსათვის კადრების გადაღება და თქვენ ხო არ გონიათ რომ ამას დავჩერდები. ეს არ იქნება გვანცას მილოცვა, ეს იქნება რა თქმა უნდა დოდონას მილოცვა, რომელიც მე ყველა პლატფორმაზე გააზიარებს. დიდი სიხარულით, იმიტომ რომ სასწაული შედეგები დაიდო დოდონას ბლოგის ბოლო დროინდელ ვიდეოებზე. სასწაულები ხდება, აი მართლა შოკირებული ვარ, ისეთი სასწაულები ხდება ჩემს ბლოგზე, რომ არც ვიცი, აი მე დედა ჭიქაში თავი მაგ ჩარგული და ლამის თავი გავიტეხე. არც ვიცი როგორ შეიძლება, რომ თან ბოდის გიხდით ფლაცახეში ვერ გიყურებთ, იმიტომ რომ და იმდენად მაგარი ისინია ხალხო შედეგები, რომ სიამაყისგან ვარ ცუდად და გარდა იმისა, რომ კიდევ ძალიან კარგი მატება აქვს გამომწერების კუთხით, ხო, დოდონას ბლოგს. ანუ თვითონ ბლოგს აქვს ძალიან კარგი ვიდეოების ნახვა, რაც ნუ აი გეუბნებით უბრალოდ არ მეგონა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ამდენად მაგარი შედეგი თუ დაიდებოდა და გარდა იმისა, რომ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ვიდეოებია და მე ძალიან მომწონს ასევე, აუცილებლად არ შეიძლება ის აუდიტორია უიდე და ეს ხო უნდა შევაერთო სადმე მაქვს ეს საოცარი აუდიტორია არ ვახსენო, რომელიც იმდენად მაგრად მუშაობს ამ ყურების ამბებში, რომ აი, რა ვიცი, შოკი მაქვს დღევანდელ დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს აბსოლუტური შოკი. ხო, რისთვის გვჭირდება ეს? ვოლა! გეხაჯება გავაფრინო. ანუ რა ლამაზია. ანუ კრეატივი. ეხლა ვიღაცებს შეიძლება თქვას, რომ ეს უკაკი შემულაო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველას გეთანხმებით. მოკლედ. აქ გვაქვს აი ეს ზუსტად ტექსტი ეხლა რო გითხრათ მე მომზადებული მაქვს, მოგატყუებთ, იმიტომ რომ მე არასოდეს ტექსტი მომზადებული. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არ მაქვს. ცოტა მაღლა მიდეს. მაგრამ ის რომ მადლობა უნდა გადავუხატო ჩემს აუდიტორიას და ახალი წელი მოვულოცო საერთოდ და ძალიან ჭირდება ამაში ტექსტის დაწერა და ზოგადად ვინც მიცდოთ იცით, რომ ტექსტებს მე არ ვწერ. ხო, ეს ის არის კამერა ისე აღიქვამს ხალხო, რომ ნუ ცოტა უჭირს. მოდი აბა მარტო პორტრეტი არა, ერთი წუთის სხვაზე აშკარად ასე ჯობია, პორტრეტის რეჟიმი გავუთიშე, მაგრამ კადრია გასასწორებელი. მე მზად ვარ. ძალიან ცუდად ვარ. ვაიმე, აი ხა შებეჭკვი და დავიჭრა. ძალიან მომწონს. კარგი. დავიწყოთ მილოცვა. ხო და სასწაული წელის დადგომას გაუმარჯოს, იმ წელის დადგომას, რომელთანაც ძალიან ბევრ გეგმებს ვაკავშირებ. როგორც ყოველთვის რაღაცა ძალიან ბევრი გეგმები მაქვს ხოლმე და არც ახლანდელი წელი არ იქნება გამონაკლისი. გეგმების, მიზნების გარეშე საერთოდ ვერ წარმომიდგენია ეს ცხოვრება, ის საერთოდ რანაირად უნდა იცხოვრო. უამრავი ვერსია მაქვს და ძალიან ბევრი რა მინდა გავაკეთო, ხო და ჩვენს გეგმებს, ჩვენს მიზნებს გაუმარჯოს, მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვეთ, აი ყველას ჯანმრთელობის გარეშე მგონია, რომ არაფერს ფასი არ აქვს, არაფერს. ხო და ჯანმრთელობას გაუმარჯოს ხალხო. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყურებთ. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ შეგიძლიათ თქვენი უძვირფასესი დრო დაუთმოთ გოგონას, რომელსაც არ იცნობთ. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩემი შვილი გიყვართ. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ შეგიძლიათ, როცა ძალიან დათრგუნული ვარ, მითხრათ, რომ იცი რა, ხვალინდელი დღეც თენდება და არ ინერვიულო და არ შეგეშინდეს. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, როცა არც ეს სიტყვები არ მჭირდება და არ საჭიროებს, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და მაშინაც მითხრათ, რომ გვაცა შენი პოზიტივი გადამდებია, რომ შენი ვიდეოებით რაღაცნაირად ტკივილები მავიწყდება რამდენიმე წუთით.
უღრმესი მადლობა. გილოცავთ. თავდექს. შევხვდებით მომავალ წელს. მინდა 2 წუთით ვიამაყო საკუთარი დაშრომით, რომელიც ელვისის სწრაფით მოხდა. ჩემი მომზადებული კოტლეტი, ეს არ ვიცი მიმეწვა, ლინჩიკი, სალათი, რომელიც გამოიყურება საოცრად, ასევე სოკო, ტოლმა, სუნით ეხლა რა თქმა უნდა ხა ვერ მიხვდებით, მაგრამ ესე თუ არ გასინჯე და სუნი, მაგრამ დამერწმუნდეთ, სუნი აქვს იდეალური. ბადრიჯანი, ოღონდ აწეწილინი გზით გავაკეთე. ჩემმა მეუღლე მოამზადა, ამას ჩემ თავზე ვერ დავიბრალებ. ქათმის ჭხრები რა თქმა უნდა ვიყიდე. ქათმის სალათს პირველად გავუკეთე გოგონებო, რა ქვია, სიმინდი. არასოდეს მე თვითონ სიმინდით არ მომიმზადებია ხო და გადავწყვიტე, რომ დღეს ყოფილიყო ის დღე, როცა სიმინდს გავუკეთებდი. სხვათა შორის ეს არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგიაო და ვერ გეტყვით. მე არ დამილევია და არ ვსვამ და მთლიანი ველი მოგვართვეს და ძალიან დიდი მადლობა. ბიჭებს ნახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ კარგია, იმიტომ რომ გასინჯული მაქვს, მაგრამ მე დღეს არ დავლევ, ისედაც კარგ ხასიათზე ვარ. უსწრაფესად მომზადებული ყველაფერი, აი უსწრაფესად ქათამი არ შემიწვია დღეს და თევზი 3 ხმიდან 3 ხმით გადაწყდა, რომ დღეს თევზი და ხურცი აღარ გვინდოდა, იმიტომ რომ საკმარისად არის ხორცი, მწვადი სახით, ტოლმის სახით და ასე შემდეგ, ამიტომ გეხვეწები ხა თევზი არ გვინდა, არ დაიწყო თევზიო და ძალიან გვარ დაღლილი, ვერ მოგატყუებთ, იმიტომ რომ ვამეთმები რას მიკავს, ელვისის სწრაფით მოხდა ყველაფრის მზადება, თუმცა ვფიქრობ, რომ ახალ წელს ეს ქაოსი ძალიან უხდება. ხო და ხვალ უნდა შევწვა ქათამი და თევზიო, მოდი უხვალაც არ გინდაო და როდის უნდა დაგვის, მე მგონი ზეკისთვის. მაზე არ ვიცი, ნახოთ. რა მოხდება, როგორ მოხდება, მაგრამ დაიწყო სასწაული წელი. ნახოთ რას მოგვიტანს. უბრალოდ ძალიან მალე დაიწყება. ხო. მარიკოსთან დღესაც მოვიდა თოვლის ბაბუ, მაგრამ ჯერ არ იცის. ნახოთ თუ მოეწონება მამიკოს მოტანილი უამრავი სამაჯური. გადაწყვიტა, რომ ძალიან ბევრი სამაჯური ეჩუქებინა და ნახოთ როგორ მოეწონება. ძალიან მიყვარს სუფრაზე მსგავსი დეკორაციები. ძალიან გიждები ისე მიყვარს. არეკავენ. ნონა, კაკო, რა ვიცი, ყველა რა, ეხლა გადაცვილი იყოს რა. რა? Every ghost mess. Peppa! Peppa! გავაკეთოთ, ხო, ასაწყობია დე, მოგეწონა? Peppa! ლამაზია, გიხდება დე. არ ჩაეტევა დე ეს გოგოს ბეჭდებია. მაჩვენე დედიკო აბა, ძალიან მომწონხარ. ჰაი, დილა მშვიდობის, არა, ბოდიში, შუა დღე მშვიდობის. უკვე იმდენად შუა დღეა, რომ ცოტა ხანში საღამო მშვიდობის უნდა მეთქვა და ამიტომ ხო, შუა დღე მშვიდობის, როგორი დილა გაგითენდათ, ხალხო? რა ხდება? ძალიან ბევრი კი იქნებით ალბათ სამსახურებში, ზოგმა პირველში, ამით მაღაზიებში შედაგით სტრუქტურაში უფრო პირველში დაიწყეს, აი კლინიკებში და რაღაც მუშაობა. მადლობა ღმერთს, სახლში ვარ, ვაიმე. გოჟინიზე გვიან დავიძინე ხალხო, რომ დღეს სამჯერ კი ავდექი, მაგრამ მთლიანობაში კი მეძინა, რა ვიცი, ლამის პირველ საათამდე. გუშინ კი არა და სახალწოს უფრო შევწირე, ხელები ხედავთ ალბათ მაზი მისვია. მე რო ალერგიული ვარ, ამიტომაც ასევე დამისივდა თითები, იმიტომ რომ სწორი კვების მე მივაყარე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ჩამეყარა. ხო და დღეს
და ხვალაც ავურევდა მე უკვე უნდა დავიწყო. სახეზე ის მიცვია, რა ქვია, რუტინა ჩავიტარე. მეთქი დილით ხარ გამოვტოვებდი. ხო და სანამ ხე შეიწოს ესე ვიპრიალებ უკაცრავად თქვენთან. ცოტა ბევრიც მისვია მე მგონი თლადასიც არ უნდა მეპრიალა, მაგრამ კაი არა უშავს აქ რაღაცა თვალთან ვერ არის კარგად საქმე. არსად არ გავსულ ვარ საერთოდ ხალხო, აი არსად ხო შეიძლება რომ სადღაც გავსულიყავი, აგერ ვიცოდი ჩემთანაც არ ავსულა ჯერ. იმიტომ რომ გადა გოდორივით ვდებარ, ჯერ ვით აესე ვარ და მე ვერ გეტყვით. გუში დავატყებ ჩაი არა ნორმალურად. ანუ მე მამა ჩემი ვიყავით და ჩემი მეუღლე და ბავშვი ჩვენთან დაბლა გავშალეთ წინა ახალ წელს გავშალეთ მაღლა, იმიტომ რომ დედა იყო საქართველოში და რადგან წელს არ იყო დედა, ამიტომ აქ მეთქი გეხოცებით რა მაღლა ანუ მარბენინებთ აქ ვიყოთ. ძალიან კაი გადაწყვეტილება იყო, აქვე გამოვყარე, შევყარე, დავრეც, ანუ აქვე რა, მეზარება ხოლმე მაღლა გაიტანე, მისაღებში გამოიტანე სამზარეულოში, ძალიან მეზარებოდა. ხო და დედა ყავა როგორ მინდა. ველოდებოდით, აუ ფეიერვერკები და რამე იქნებაო და მე ჩემთან ვით ცხოვრობენ ბიჭები, აი რომ ახსენებ ხომ ძალიან კარგი ბიჭები არიან თქო, ერთ-ერთი ამოვიდა სუფრაზე რაღაცებს საუბრობდით და თქვა რომ იმხელა ჯარიმებია უგანცა მაგაზე, იმხელა ჯარიმებიო. აი ნახეო წელსო ისეთი გაგიჟებულის აღარ იქნებაო ეგეთიო და სადმე თუ ნახაო დიცო, ან ნუ სავარაუდოდ რესტორნებიო, ან რაღაცა ეგრე, ან ცოტა ისეთი სასტავიო რა, ვისაც შეუძლია ამის ყიდვაო, იმიტომ რომ ზოგადად აკრძალულია მაგის შეძენა და აი უფრო შავ ბაზარზე თუ ნახაო ეგეთ რაღაცებს, თორე ისე უკვე სერიოზული ამბებიაო, ძალიან 2000 თუ რაღაცა არისო ჯარიმაო და ველოდებოდით რომ მეთქი ფანჯრიდან გავახედებდით მარიამს ამ ფერად რაღაცებს, თუმცა დიდად რო გითხრათ ჩვენსკენ მაინც და მაინც არ იყო. აქედან ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩანდა. თუმცა ჩემ ბიძაშვილმა დადო ვიდეო ჩვენს იქით რო იყიდა ბინა და უფრო მაღლა არის ის და მთელი თბილისი ჩანს თითქმის ხელის გულზე და იქ ძალიან კარგად ჩანდა. თუმცა ისეთი მასშტაბური აღარ იყო, მაგრამ ანუ თლიანი ხედით უკვე იყო რა და აქედან ჩემთან არა, აი მაღლა რო ავსულიყავით აივანზე, იქიდანაც გამოჩნდებოდა, მაგრამ ნუ მე არ ვიცი თქვა როგორ ხართ, მაგრამ ძალიან მეშინია ხალხო მაგ ფეიერვერკების და ზოგადად იმდენი უბედურებები ხდება, რომ ეხა ბავშვს რომ მე უთხარი მაღლა არა ვიყვან ღიაცის ქვეშ მაგაზე არ ვიდაოთ თუ დაიდაყავთ რომ ფაჯრიდან და არაფერი არ ჩანდა აქედან. ლამაზი არის, მაგრამ საშიშია და მე ვირჩევ უსაფრთხოებას სიმართლე რომ გითხრათ. ხო და ესე 11-ის ნახევარზე დავსხედით, იმიტომ რომ უკვე აი სიმართლე გითხრათ, დაჯდომა მინდოდა. შიმშილი არ მშვიდა, იმიტომ რომ თან ვაცხელდი, თან სინჯავი და მოკლეთ, მაგრამ აი მამასაც მოშივდა ყოლა, მეტი რავდებდე ვიდგეთ ახლა, მოდი დასხდეთ. შევხვდეთ მე 12-ზე თქო და მანამდე ვიჭორავეთ, დავურეკეთ, მიულოცეთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს საქართველოში, საბერძნეთში. და ესე რა ვიცი. ვიჭორავეთ. დალიეს მე ვალაგებდი და აგერ ჩვენი სახლის წინ სამაკატკით წაიყვანა ჩემო ქმარმა მარიამ რატომღაც გადაწყვიტეს რომ და ესე იმნად ღამის 2 საათზე. სანამ ავალაგე მე მოკლეთ მე კარგი ფილმი დაიწყო, მეთქი დავჯდები და ვყურებ და წამოვწვევი უბრალოდ და დამეზარა მე. ვუყურე დამეზარდა მე ტელეფონში გავაგრძელე ყურება და ნუ საბოლოოდ რა ვიგონი თენდებოდა ნორმალურად ძილს ვერ დავარქმევ. რეალურად ისე გვიან დავიძინე რომ შესაბამის დროს გავიღვიძეთ რა ესე რა ვთქვათ, მაგრამ ძალიან გვიან დავიძინე რა. ჩაძინებას რასაც ვეძახით ძალიან გვიან ჩავიძინე.
მომენატრა დღეს უნდა ამოვიდეს ჩემი და ქაი და მისი შეყვარებული 7-ისკენ რომელი უვიდე და ჯერ ხო და ჩემი ქვარის ნასვლა მე მაღლაბიძე ჩემი მამა ჩემი ისინი მე თქვა გეხვეწები და ცოტა კარგად გამოფხიზლდი მე რომ კიდე დალიო რამდენიმე ჭიქას ხო დალევენ და მე ვთხარი გამოვიფხიზლეთ ახლა თავები დროზე როგორც კიდათ და გუშ დავდე დოდონას მილოცვა რომელიც დავდე Facebook-ზეც დავდე დოდონაზეც დავდე გვაცაზეც დავდე და ამიტომ YouTube-ზეც დავდე თორემ დღევანდელ ვლოგში მინდოდა რომ დამედო მაგრამ რატოღაც გადავწყვიტე რომ გუშ დამედო რატო გამოვიდა არ ვიცი მაგრამ ძალიან ემოციური მილოცვა გამომივიდა არ ვიცი მე თვითონაც რომ ვუყურა დღეს რაღაცა ცოტა გული ამიჩუყდა და ძალიან ბევრმა მომწერა რომ რაღაცნაირი მილოცვა იყო და ხო არ ვიცი რასაც უგრძნობდი და ვფიქრობდი ეს გადმოვეცით მე და დოდონამ ამიტომ ხო რაღაცა გამოვიდა მაგრამ არაფრის ამოღებას არ ვაპირებდი მაგ ვიდეოდან იმიტომ რომ ძალიან გულწრფელი ვიდეო იყო და ძალიან სასიამოვნო იყო ამ ყველაფერზე საუბარი იმიტომ რომ ყველაფერი როცა მოდის გულიდან ძალიან ძვირფასია და ძალიან ძვირფასი ვიდეოა მოკლედ ჩემთვის ეგ და გამოვარჩევ ბოლო წლებში მილოცვებს გუშინდელ ვიდეოს ესეთი ამბები აი მე გუშ ხალხში ამოგვიფრინდა ბუზი ეს დეგენერატი ვერ გავაკეთეთ გარეთ ვერ გავაკეთეთ ვაიმე ხალაკედა დავსდებდი და ხადიგიდა დავსდებდი და მე სული დავეტაჯა ხალხო ვერ გავაკეთე ახლა შეუდაბუსო გადიკარეთ ვეთქი კომოს თხებოს დაანები და მე ვთხარი უკვე სუდად გავდი იმდენად დავსდებდით აუ ხელები როგორ დამისივ და საგრძნობლად თან აი საგრძნობლად ასე აი მე არ შოკოლადის ჭამა მინდა არაფერი მინდა იმდენი ტოლმა მაგრამ ჭამი არაფერი არ მინდა აი ხალხო ტოლმა გამომივიდა აი ეგეთი მაგარი და ქათმის სალადი ცოტა გავსინჯე მაგრამ ის მე არ გამისიჯას თუ მე ვარ მეტოლმე და ქათმის სალადისთვის ვერ იმას ვიზავდი რა ქვია მოვიფსებდი ხო და ვინც მივიდა ძალიან მოეწონათ სიმინდის იმით რა ქვია დამატებით ხო და დღეს მომდიან მე სალათე ხალხი აი ხო არის რომ ვიღაცას ხორცი უყვარს და დღეს ვინც მოდიან იმ ადამიანებს სალათები უყვართ აი სალათები სულ არ უნდა დეჟენი ხორცი და ნახოთ ერთი რას მეტყვიან სალათებთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს როგორ მოეწონება თან ჩურჩი ხალა მინდა მაგრამ თან არ მინდა რა მინდა ეგეც არ გონი არაფერი არ მინდა საერთოდ არაფერი არ მინდა ისე ჭკუაზე ვარ ლავზერ მაწუსპი გავიკეთო და ჩამო აღარ მინდა აი რა არის ადამიანი გუში ვზივარ და აი რა ჭამო ზუსტად ამ სახით ჭამო თქო და ამ დროს ხალხო გადაძეძგილია მაგითა და მე ვზივარ და მეგობრები რა ჭამო მეთქი იმიტომ რომ აკეთებ კაცო ამ ხალხს ვუხსნი რომ აი მე დედა რა მატარინი ამ ხალხს ვუხსნი რომ როცა აკეთებ ხო მე რაღაცნაირად თქო კაცო აღარ გინდო თან ცოტა სინჯად აი აღარ გინდა მე რა ძალიან და კი მივირთვი გუშინ ბევრი რამე მაგრამ ბევრი რომ წვადი მივირთვი და ტოლმა წვადი ტოლმა ხორცოლი მივცალათი ამ მივირთვები ხო და ისეთი მწვადი შეწყვე ჩემო აქ მაგრამ ისეთი გემრიელი მე მიყვარს მწვადი როა ცოტა მარილიანი ხორცი ისედაც უყვარს მარილი ხო და ისე გემრიელად მივირთვი იმაში დიღომში იყიდა გოგოებო თუ დიღომში დიღომში ბევრად დაბალ ფასში ვიდრე მე ვიყიდე და მივათხლიში ამდენი ფული აქვს ბევრად დაბალ ფასში და მე ვთხარი შვილო თუ იცოდი ეგ ადგილი რას მაყიდინი ამდენი რამე ხო და რამდენიო
ღორის ხორცი საკმაოდ, ანუ ის იყო გოჭი იყო და ღორი. ვაიმე მიშველეთ რამდენი 100 რაღაცა მოკლედ გადაიხადა მაგაში. საქონელში კილოზე მეტია, კაი ბევრია რავი. 2 კილო თუ არა. ანუ მე რაც გადავიხადე იმასთან შედარებით თანხუბრიოდ ბევრი გადაიხადა, მაგრამ რაოდენობა მოვიდა, რა თქმა უნდა, ბევრად ბევრი, ვიდრე მე რომ მოვიტანე რა. ოდაც მოვთხარი, მაგის მომტანი მე აღარა ვარ. წადი ხოლმე მეთქი მომიტანე, აი ესე 2-3 კილო, თქვა ღორი ეს ის რაღაცა ეგრე. ახალწებრო გაივლის უფრო კიდე დააკლდება. ეგ მაღაზიებში აღარ აკლდება არაფერი, თორე ვიღაცას ედო გოგოებო ფოტო ღორის ხორცის შემწვარი. ესეთი ამხელა ნაჭერი რა და ეწერაზე 65 ლარი თუ რა. ვაიმე ამხელა ხალხო. ამან დიდი არ იყო. წარმოგიდგენიათ. ვიღაც ფასებს აკლებდა, კობახ, როგორ არის საქმე? თუ ახალწლება გაიარო, ჯერ ფული ხო და იშოვონ, ეხლა ბიზნესმენებმა, აბა, ეხლა რას ქვია? და უკაცრავად რამდენი აკლდება? ალბათ ყველაფერზე 5-5 თეთრი, 2-2 თეთრი? ეგრე რაღაც. მეტი არა მგონი ახლა გაიმეტონ. სასაცილო სატირალი რო არ იყოს. აი იმდენი კომენტარი მომდის ბლოგის. ხა დავდო ვიდეო და ჩემი ბლოგის გუში ხალხო რო დავდეთ გუში ხო დავდე ვიდეო სანამ ილოცვას დავდებდი ანუ თქვენ რო იცოდეთ რამ ხელა ნახვა აქვს რა გამოხმაურება აქვს აუცილებლად ფოტოს დავურთავ მაგრამ იცოდეთ რომ ამ ფოტოს მერე აი ხო აგიტვირთავთ ვიდეოს და სანამ სულ აიტვირთება კიდევ ბევრად მეტი იქნება ვიდრე თქვენ მერე ნახავთ სამწუხაროდ ამ ვიდეოზე მონეტიზაცია გამითიშა Facebook-მა, რადგან მუსიკის გამო, მუსიკა არ იყო, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი Facebook-ისთვის. უმაგრესი ვიდეოა, აი ძალიან მაგარი, ძალიან გული დაწყდა, თორე ეგ ვიდეო მინიმუმ ალბათ $8-9 გამოიმუშავებდა, იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა, გული დაწყდა. მადლობა Facebook-ო. ვიდეოზე გაფრენილი ჩვეულებრივად, აი ჩვეულებრივად. და ზოგადად ბოლო ვიდეოები რაც დავწერ. მაგარი გამოხმაურება. და ეგ ვიდეო რომელიც ისედაც რამდენიმე წამიანია ხო თუ რა ვიცუთი რა ერთი წუთია მე კი არ მახსოვს ზუსტად იმდენი ხანი ვიწვალე მაგ ვიდეოზე იმდენი ხანი ვიწვალე რა თქმა უნდა როცა რაღაცას აკეთებ და იღებ ბევრად მეტით რო გჭირდება ხარ რა თქმა მაგას თქვა ვიდრე როცა არავინ გიღებს და შენ თვითონ შენ აკეთებ და მარა ხირდაი კამფეტევით ვიდეო იყო მუსიკით ვერ, მარა ისე გაჩვენებთ, მარა არ ვიცი, მგონი ეგ დავდე YouTube-ზე. მე მგონი მიდევს, ხო, ბადრიჯას რო წურავ, მე მგონი მიდევს. სხვადასხვა ბოლო პერიოდში შორტის ვიდეოებიც კარგად მიდის, ნორმალურად, ნახვების კუთხით. ვაიმე, ხوار შევეჭიდოთ ხალხო ჩურჩხელას. ეს მივერჩ გუშინ. შევივრად გადავიფინ ერთი ცალი ბეჭზე. ჩურჩხელა მე და ოღონდ, ანუ ისეთი მაგარი. მიშველეთ.
ჩემ ქმარმა მაჩუკა ფული ხოდა ნახოთ რა ზუსტად ვიცი რისთვის მინდა ესე იგი სტომატოლოგთან უნდა მივიდე ორი კბილი მაქვს უსწრაფესად გასაკეთებელი აი ადრე ვიყავი და დამპლომბა მაგრამ გადასაკრავიაო უეჭველიო და ახლა ვისარაც მივდივარ მას ბევრად ზურიანია ალბათ მინიმუმ 1 კბილი 250 მაინც დაჭდება მეტი თუ არა შესაბამისად ახლა გადავწყვიტე რომ ყველაფერი რაც მაჩუქეს თუ ასე თუ ისე გადავდო იმისათვის რომ გავიკეთო კბილი ვაპირებდი ვითომ მაგით ხوار შევიტანო წინს წრებით თქო ჩემი მობილურის ფული თქო შევიტანდი ერთი ალბათ წინს წრებით 300-400 მაგრამ არა მიჩვენია 100 ლარობით ნელ-ნელა დაიფაროს მაგრამ თავი არის ხალხო კბილები იმიტომ რომ მე ზოგადად კარგი კბილები მაქვს და ის ორიც იმიტომ გამიფუჭდა რომ ოდნავ რაღაც რო შევატყე არ მივედი და მე მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ხო და ამბობს რომ მივხედო აუცილებლად ხო და მირჩევნია რომ ნებისმიერი ფინანსური რაღაცები მივმართო ამისაკენ თან აუცილებლად მე YouTube-ის ხელფასით წამომეწევა ასე რომ შეიძლება მაგითაც იმას ვქნა მე წისწრებით ეგ ახასრულად ეგრევე გადავიტანო იმას როგორც მითხრეს 4000 რაღაც ხო იყო ტელეფონის და დარჩენილია 2200 რაღაც ხოდა ცოტა გულზე მომეშვა რომ 4 აღარ არის ანუ ხოდა მაგასაც მარე დავბა გუში ხო იცით ჩემი კვარცის და კვანცაო ეხლაო შეხო Samsung Ultra გაქო და ეხლა მაგის შემდეგი თაობა რომ უკვე იქნებაო და რაღაცაო ეხლა უნდა ვიყიდო ეგო და რაღაცას ვწვავ კატმობიცდა დაიყიდო მე ვთხარი ხარ გაფიცებ თან ძალიან სერიოზულად მე ვდებ და ვეუბნებ გაფიცებ რა თქინდა ულტრა მე ვთხარი ან ამაზე კიდე აი რა თქინდა მეთქი ანუ YouTube-ში რაღაცებს რო ეძებ და TikTok ჩემსაც მოგცემ ვთქვი ეგ რამე სხვას თუ იყიდი ამაზე უკეთეს ეგ აი რა თქინდა ალბათ ეხირებაო 5000 რაღაცა და მე ესე წავედი რო გონება დავკარგე ვთქვი ჭკუდა და რა ვწიო გაფიცებ მე ვთქვი რა თქინდა მასე აი მე ისე შევედი როლებში წლის დამაწყდა რა არ პიტა გოგო გეყურები რა თქინდაო ხა ეგო გეყოცებიო ეხლა 7-ში ჩემი დემთილს დაბადების დღე როა მე ხო უკვე სამსახურში გავდივარ და კობა მითხრა რომ მამა ჩემის მანქანით წავიდეთო მე მამა ჩემი ქმარი ბავშვი წავალთ 7-ში ვისვენებ და ავირბენთ მიულოცავთ და რამდენიმე საათში უკან დავუბრუნდებით იმიტომ რომ მეორე დღეს ისევ მუშაობ და გამიხარდა რომ იხერხდება ასლა. მომავალი წელი უკვე იქნება სოფელში, ახალი წლის შეხვედრა. გუში მითხრა ჩემმა მეუღლემ რომ მომავალ წელს იცოდეო რომ უნდა შევხვდეთ იქითო სოფელში და კარგი მოვთხარი. შე შემთხვევაში აქეთ ვხვდებით ხოლმე და კი ბატონო იქით შევხვდეთ თქო. გვინდა რომ მათთანაც ვიყოთ ახალ წელს ხო და მომავალ წელს იქიდან ჩაგერთვებით ვთქვით ახალ წელს
ასე რომ ეხა წავედი ცოტა უნდა ვალაგო თავიდან მოუწმინდო და რაღაცეები კი არის დასუფთავებული სახლი, მაგრამ გამოვწმინდო კიდევ გამოვხვედო. ჭურჭელი ყველაფერი გუშინ მე ხომ მანიაკი ვარ, ხახო არ შემიძლია ესე დატოვება მიყრილ-მოყრილი სახლის ყველაფერი დავალაგე გუშინ. აი ყველაფერი. ხო და მე მათი მოსვლის დროც მოვა. ბედნიერ დღეს გისურვებთ ხალ. აი ხალხო, როგორ ახად, როგორი დილა გათენდა, ვაიმე, მე ვარ გადაშუშებული ისე დღეში ვარ, რა დამიძინია, ხო, ახლა დავიძინე. აბა გამოვალაგე, ისა, ჭირის ხალხო, მაცი ვარ, იმდენი რამეა შეყრილო, დაუმძიმდიო, ქალო, რა იყურა და გემართავ. გამოვყარე ტორმა, არა, საჩი ვარ გამიკეთე. ტორმა, გაროხი, ვინეგრეტი თუ ეგერთი და იგივე, აბა ქათმის სალათო, აბა მწნილო, აბა ткаცო, აბა ახლა ხო ხდები? დგანან პირს სადაკარებენ არაფერს. რა ხდება მეუთხარი ზეციურმა, საიდანაც ხარ განიშნა თუ დიეტა დაიწყო. აუ, აღარ გვიდაო რა ეგ ასაჭმელო კარტოშკა შეგვიწვიო. რა მეუთხარი? ხახო. მაცივრი და ხრიჭოები და გადმოდის იმდენი საჭმელი მაქვს სახში და დგანა და ელოდებიან კარტოფილს, როდის შევჭამ. არ ვიცი, რაღა დავამატო. რაღა დავამატო. წავიკარი ახლა ბედენა და ვზივარ. ამიცია ჭიება მაღლა. ალაკი არ ამიცია, ვითობა ამიცია, რომ ესა საჭმელი ჭამ.